ქართული მადლის წყარო უსაზღვროა. საიდუმლოებებით მოცული და ამოუწურავი. ვინ იცის რამდენი საოცარი ამბის დამტევია მისი გული. განსაკუთრებულადაა მტრისგან წალეკილი და დღესდღეობით უყურადღებოდ დარჩენილი ქვემო ქართლის რეგიონი, კერძოდ წალკის რაიონის სოფლები. დღეს ერთ-ერთ მათგანს ვესტუმრებით. ძველი ქართული სოფელი მაჩვითა, მტრისგან სრულად აოხრებული, გადამწვარი და გავერანებული. 2 საუკუნის წინ ამ სოფელში ბერძენი მართლმადიდებლები დასახლდნენ და სოფელსაც ოლეანკა დაუმარცხებელი შეარქვეს. ეს სოფელი იმით არის გამორჩეული, რომ უხსოვარი დროიდან მოსჩქებს მაკურნებელი წყარო, რომელსაც ნაკურთხი წყლის თვისებები აქვს. ბერძნებმა წყაროს თავზე საკურთხეველი გამართეს. წმინდა სოფიას წყარო შეარქვეს. საოჯახო ტაძარი კი ღვთისმშობლის მიძინების სახელზე აკურთხეს. ყველაზე უჩვეულო და საკვირველი კი ისაა, რომ 150 წლის წინ ამ საკურთხეველთან და მის შემდგომ მოშენებულ პატარა აუზში კალმახების ოჯახმა დაიბუდა და დღემდე ინარჩუნებენ საოცარ ტრადიციას. საკურთხეველში მხოლოდ მამა კალმახი ბუდობს, რომელიც დროდადრო გამოდის გარეთ და თავს აფერებინებს მასთან მოსულ ადამიანებს. მამა კალმახთან შეხებას კი, როგორც ამას ბერძნები ამბობენ, საკურნებელი თვისებები აქვს. თუმცა მოდით ყველაფერი თავიდან დავიწყოთ. აქ იყო წყარო, სასმელი წყალი. ეს წყალი არის სოფელში ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო იმ თვისებებით, რომ არ ფუჭდება წყალი, არაფუჭებადი წყალი არის. თავიდანვე ესეთი იყო, კი, ახლა რამოდენიმე წელი, ახლა ასაკოვარ ბებია, ბაბუეს უდეთ 5-6 წელი ბოთში და შენახული და ეხლაც რომ მოვიტანო, იგივე შემადგენლობა, იგივე გემო, არანაირი შეცვლილობა. და მხოლოდ ნახოთ წყალია ეკლესიის, რომელიც არ ფუჭდება და არ ეცვლება გემო. და მეორე შემთხვევა, რომ ეს წყარო არის ესეთი რა. მეცნიერებიც ვერ ხსნიან ამას რატო, ვერ ახსნეს. ეს ღვთისგან დაშვებული სასწაულია, რა თქმა უნდა, ღვთისმარლით არის. 72 წელში თუ არ ვცდები, კომუნისტებმა წითელ წიგნში შეიტანეს საცავში რა, ეს ტაძარი, ეს კალმახები კი დაცული არის წითელ წიგნში შეიტანებული. ცოტა ჩაკეტილი იყო ქართველებისთვის ეს ინფორმაცია, ბევრმა ქართველმა არ იცოდა, ახლო რაიონებში, სოფლებში კი არ იცოდა. რაღაცას გადაგახებინე, გინდა? აი, ჩვენ თერში მოდი ვასკაცი, მოდი. მოდი ვასკაცი. შავი ნახე მაგრამ დიდია მაინდან არ დამატოთ თო ჩავარდები დიდია შოლებდება მოდი ვასკაცი თარო მოყვეთ შეიძლება ეს ოჯახი ვინც იყო ამის პატრონი ამის ასე იგი ამ ოჯახის დღეს ვის წავიდა 75 წლის მამაკაცი იყო იმის ბაბუა საბერძნეთში წავიდა ეხლა ეს მამაკაცი იმის ბაბუას ჰქონდა ხილვა სიზმარი აქ იყო ძველი ქართული სოფელი, ნასოფლარი იყო ძველი ქართული მაჩვითა ესეთი სახელობის, სახელწოდების და ეს სიზმარი ნახავ, აქ იყო ძველი ქართული ტაძარი. ერთი წმინდა ქვა შემორჩა იმ ტაძრიდან. ის ქვა აქ არის, ცისფერი ქვა არის პირველი ქვა, რომელზეც ღამე შუქი იხილეს, განათებული ქვა იხილეს. არ დაეჭირა რაღაც სიზმრად მიეთვალა, მე იმის მეუღლემაც იგივე სიზმარი ნახა, რომ აქ ტაძარი უნდა აშენდეს და აქ ეს პატარა ტაძარი, საოჯახო ტაძარი, თვითონ თავისი ფინანსებით. ეს დღემდე არსებობს ეს ტაძარი. ზეწყაროზე დიახ, ზეწყაროზე სათავე არის. სოფიას სახელობის წყალი დაერქვა, ეხლა ესე აკურთხეს ტაძარს ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი. სოფიას წყალი, სოფია ბერძენი წმინდანი იყო. ეს იყო ბერძნული სოფელი 2 საუკუნე, თურქეთიდან გამოსახლებული ბერძნები ცხოვრობდნენ. აქ იყო ჩვეულებრივი სასმელი წყარო ოჯახის სოფლის სადაც ცოტა გააფართოვეს ადგილი რა რომ უეულად ამოიღო წყალი უეულად მოეხმარა მოსახლეობას და იყო ესეთი შემთხვევა რომ მეთევზები მონადირები როცა თევზობდნენ ქვემო მდინარეში კალმახი გამოექცა და თავის შეაფარა აუზში მონადირეებს თავის შეაფარა შემოვიდა რამოდენიმე კალმახი დარჩა მას მე 150 წელი აქ ცხოვრობდა შთამომავლობით და ესე გადაეცემა უკვე
რა დროს მოგიწიათ აი ეს? მომიწია, ესე იგი რომ მიდიოდა ეს ოჯახის დიასახლის. მე აქ არ ცხოვრობდი, ალკაში ცხოვრობდი, ეკლესიაში მამა დიმიტრისთან ცხოვრობდი მორჩილად. და ესეთი ინფორმაცია იყო, რომ უწმინდესმა დარეკა მამა დიმიტრისთან, კითხვა მისცა, რომ გაეგო რა ხდება ულიანკაში, ვიღაც კაცი ითხოვს შველას, რაღაც ეკლესია, რაღაც კალმახები. ნუ არ ვიცოდი სრული ინფორმაცია, წამოვიდა გასაგებად რა ხდებოდა, რა კალმახზე იყო საუბარი, რა ესე იგი სალოცავზე. რომ ჩამოვედი ესეთი იყო, რომ მიდიოდნენ დღე-დღეზე ეს ოჯახი და დამტოვებელი შემცვლელი არავინ არ იყო აქ, რომ სურვილი გამოეთქვან დასახლებული იყო, ან თევზებისთვის მოევლო. და მე გამოთქვი სურვილი მე დავჭი და მე შევცვალე მას მე 5 თვე აქვს ცხოვრობ. ისე რომ მე ვარ ამათი მომვლელი ყარაული რო ეს არის, ანუ კაცრი ტრადიცია აქვს რა. ოჯახის მამა ვასკა 18 წლის არის, მამალი კალმახი, რომელიც საკურთხევლის ქვეშ ცხოვრობს მარტო. და არც ერთ ოჯახის წევს არ აქვს იქ შესვლის უფლება რა. მხოლოდ ის არის იქ. თვითონ გამოდის შემოწმებაზე საღამოს, გამოდის ხოლმე ყველგან შეიხედავს არც თავისი შვილები, ლიფსიტები ცხოვრობენ, პატარები, ყველგან დახედავს, შევა ესე თავის ადგილზე დადგება. და ისე რომ ესენი შიგნით შევიდნენ, ამის უფლებას არავის არ აძლევს. ერთხელ სადა დედალმა კალმახა შესვლა და ესეთი დაეჯახა ცხვირით რომ გამოაგდო და მე აღარ უცდია, აღარ შესულა. არ უშვებს შიგნით. არის შემთხვევა ყოფილა, როცა ძალიან დიდი სიცივე ზამთარში დიდი მაღალ ტემპერატურაზე არის ყინვა, შეყავს ოჯახის შიგნით. მთელი შემადგენლობით გამოაზამთრებს. და მე ისე გარეთ გამოუშვებს და ოჯახის უფროსია კი. ყველანაირად ემორჩილებიან. როცა უყვებავ თევს, პირველი იკვებება მამალი. სანამ მამალი არ დანაყდება, სხვას არ აქვს უფლება წინ გაუსწროს და იმის ლუკმა აიღოს. წინ ვერავინ ვერ დაუდგება, ყველა უკან უნდა დაუდგეს. წინ თვითონ ადგასა და ეს მომდევნო ასაკობრივად რა. მერე ცოლი დგას ვასილისა 16 წლის, მერე 3-4 წლის შვილები ყავ და მერე პატარები კიდევ უფრო უკან. ეს წყლებში განახომა და იკვებებიან. მილები ამ თევზებს აიმპორტებენ ჭამს. სხვა კალმახი რომ მოიყონა, სხვა ოჯახის, სხვა ჯიშის, სხვა კალმახი რა, დაუწე შეჭამდა რა. არ გააჩერა. ბიჭებმა მოიყვანეს ბერძნებმა დაიჭირეს. იქ უზავეს და ცოცხალი კალმახი ცელოფანში წაიჭრეს. გაუშვით რა. დაესივნენ წამში მარტო ძვალი გაცურდა რა. აქ არის ქვა, რომელსაც ამორჩეული აქვს თვითონ თევზს, ვასკას, ქვა. როცა ადამიანი პიროვნად მოდის და თევზთან შეხება სურს, მოფერება რაც უშუალო კონტაქტი არის თევზთან, ამ ქვაზე ჩამოჯდება, ელოდება თევზს. ვასკა თვითონ წვიტავს თევზი რა. ადამიანთან ვისთან მივიდეს, ვისთან არის შემთხვევა არ მისულა, არის შემთხვევა ძალიან მალე გამოსულა. გამოდის წრეს აკეთებს აუზში, იმ ქვას წალმედის ამოიწევა წყლის ზედაპირზე, რომ იოლი მისაწვდომი იყოს რა ადამიანისთვის და აფერებინებს თავს. თან ხანძლივად რა, 9 საათი, 1 საათი, ესე იგი შეუძლიათ რომ მოეფერონ რა. თუ კი იმ ქვაზე და ლოდინით და ცოტა დროით მოვავს სტუმარი. ხშირია სტუმარი მოდის ხოლმე 5 წუთი მაქვს რომ გავარბივარ მეჩქარება და ჩქარა დახა. ჩქარა თევს ხო, ჩქარა ხა თევს ვერ ეწყო, ჩქარა კაცი. სიჩუმესთან არავის არის. და თუ არის რა აქვს ამ სამკურნალო თვისებები? სამკურნალო თვისებები მე რაც ვიხილე. კი, როგორც ახლა ამ თევზის პატრონმა მომიყვა ძალიან დიდი თვისება აქვს ღვიძლის ძიმე დაავადებას ყუნავს თავის ტკივის. მოფერებას. თევზს. თვითონ თევზთან შეხებას. დიახ, ასევე წყალსაც. რა დაავადებები როგორ? ნუ როგორც ათქვეს, ღვიძლის ძიმე დაავადება, თავის ტკივილის, აი ეს თავის დაავადება მინინგიტს ეძახიან მგონი. ძიმე დაავადებას თავის და ღვიძლის არჩენს და თევზთან შეხება უშუალოა. და ახლა მე რაც ვიხილე, ეს მოყოლით მე რაც ვიცი ხო ამათგან და ამათი ისტორიულად ესე იყო 100 წელი, 120, 140 წელი და მე ერთი შედეგი რაც ვნახე, თბილისელი ძიმე ავტოფი მამაკაცი ჩამოიყვანეს. და ძალიან რთულად გქონდა რა საქმე, ძალიან ესე იგი დღე-დღეს სიტყვიდა რა ოჯახი და თხოვეს რომ გიორგი იქნებ როგორ მეურო, დაგვეხმარო რომ თევზთან შევახებინოთო რომ ზოდაც იყო მამაკაცი და გზაშიც ეშინოთ რომ არ გადასვლილიყო ამ ხელა გზაზე წამოში. და იმ ღამესვე რო წავიდნენ, მეორე დღეს დამირეკეს და მითხრეს რომ ძალიან გახარებულები პირველი შედეგი უკვე იმ ღამესვე მიიღო რა იმ მამაკაცმა. ყველაზე რთული პრობლემა მოიხსნა რა ავადმყოფობის რაც ხომ. თითქოს მე ისე ჩამოვიდა ხელმეორედ რა. ვეფერება? მიხა ცოტა უკან გასწავლე. შეგახებინა? კი, ვეფერებული ჩვენ მუცელზე ეს ჩვეულებრივი. მუცელი ამოსია? კი, გამიჩერდა გაიხანა. ეთქან გაჩერდა. მერტმა გიშოვა და გაგაძლიეროს და გამოგყუროს. მოდი.
არ უნდა კარლოს რა შეგეწიოს კარლო მაგას უფეხით აქ მოვლივით ასე მეტი რა უნდა შეეწიოს მონასტრებს მოლაცავზე და აუ კვერცხი არაჭამოთ რა უჩემ კვერცხი არაჭამოთ კარლო ფიშეთს მადლობა ღმერთს ჩემი წოდების დურმედი რა მესწავლე ეხლა ყოფილა შემთხვევა აი მანქანა რო შემოუხოს იქედა მე აქ საფეხურზე ვზივარ ხოლმე დილას აღავ როცა მარტო ვიყავი რა სულ აქ ვიჯიქე და სულ აკვირდებოდი ნუ თევზეს ახლა ჩემი ეს მანქანა შემოუხობდა პიროვნება და შევიდოდა ვასკა სანამ არ წავიდოდა 5 საათი 6 საათი თბილისიდან ჩამოსულები იყვნენ თვალათაც ვერ იხილეს ვერც ისა ვერც ერთი თევზი რო წავიდა მაშინე გამოვიდა მე გავეკიდე დაუძახე რა ვეთი შემეცოდა ხალხი თბილისიდან ჩამო თვალათ მაინც ინა მოუბრუნდნენ ისევ შევიდა რა ისე რო წავიდა მე კიდე გამოვიდა და მე აღარ დაუძახე და გამოსვლას არ ყოფნას ეძახით ხო არა საერთოდ აი ახლა სამალავია იქაც არ გამოსულა იქიდანაც იმალავია სადაც ახლა გადავიდა რაღაც წავს კიდე ესები აქვს რა ოჯახური წესები ესეთი 2 წლის უკან მოკლეს ბოლო დიდი თევზი 10 კილოიანი ორაგული იყო უკვე ვასკას მამა ხო ძალი დაჭერა ეცადეს იმ თევზის და ხო ცუდად შეეხნენ და ფშხილი მოხდა გვერდზე და გაეკაცრა რა გვერდი ინფექციის მერე ერთ კვირაში მოკვდა რა ეს თევზი ხო 2 წლის წინ მოკვდა ესა რა დიდი თევზი იყო 10 კილო წარმოედგინეთ 11 კილოიანი ორაგული იყო და ეხლა არის ესეთი შემთხვევა როცა ვასკის ესე იგი თევზი რა ვინც არის უფროსი ოჯახის სიკვდილი უახლოვდება 2-3 წლით ადრე რაღაც გზნობს თვითონ იცის ეს და შეყავს პატარა აუზიდან უმცროსი ბიჭი რა ისიც რა on პატარა უმცროსი როგორც რა რომანებშია უმცროსი ყველაზე ჭკვიანი და კეთილი პატარა ბიჭი შეყავს გვერდზე იყენებს და იმას მომავალ ასწავლისა და მომავალ წინამძღვრად თავისი ოჯახის ტოვებს და ერთი თვე რაც შეიყვანა პატარა ბიჭი რა შეგნით და ასწავლის რა უკვე და კეისარი დავაქვით რა იმის ეს ვასკაში იყავს ხო და რადგან შეიყვანა ალბათ დიდი დრო აღარ დარჩა ვასკასაც ალბათ 2-3 წელი რა მაქსიმუმი რა და საერთოდ კალმახი ცხოვრობს 30-35 წელი გარეული კალმახი ასაც გვქვია ტბებში და აი მაშინ დინარეში და ამაულში 19 წლის მეტი არ უცხოვრია კალმახს და როგორც ეს მამაკაცი იყვებოდა ეს კალმახი რადგან გაფერებინებს ავამტყუპს და იმ ენერგიას იღებს იმ ცუდ ენერგიას ავამტყუპს თავის თავზე მალე კვდება რა დიდხანს ვეღარ ცხოვრობს 19 წლის მეტი არ უცხოვრია რა ამაულში ვასკა 18 წლის არის რა ესე რა ვიცი ალბათ უკვე თან კიდე თავზე ჯვარი აქვს კი რა შვაში კვეთრად გამოკვეთილი ჯვარი აქვს და მოდიცი აი ქაში ახეთ აი იქიდანაც შეიძლება იქიდან ვერ შევაფეთ აი ხო შენგენაში მოდი აბა ეგ თევზის სიკვდილის შემთხვევაში როცა თევზი კვდება ამაულში არ აგდებენ არც იჭმევა ეს თევზი ეს ოჯახური ესეთი ტრადიცია იყო რომ ეს თევზი სუდარაში უნდა გაეხვიათ თეთრნაჭერში და აქ ქვის გაყოლებაზე წყალში ორმოს ამოიღებენ და იქ ასაფლავებენ რა თევზს ცოტა წარმართული წესი იყო რა ესეთი თევზის დასაფლავება და იქ ცოტა პატარა ესეთი ოჯახური კომპანიაც იწყებოდა რა დაკრძალვის ცერემონიალი და რაღაც ხო წარმართულად ეხლა ამოდი ინდივიდუალიზმები აკეთებენ კი ამ სოფელს არ ყავდა წინამძღვარი ამ სოფლის წინამძღვარი ბოლო რამოდენიმე წელი იყო ყრუმუნჯი ხო ცოტა წარმართული ის აქვს წესები რა ყრუმუნჯი წინამძღვარი ეხლა წარმოგიდგენია სოფელი რა დღეში იქნებოდა რა მოსახლეობა აქ იყო კვირაობით ხოლო ზარის დარეკვა ვინც არ დარეკავდა და ეკლესიის კარებს გახსნიდა ეს იყო წინამძღვარი ყრუმუნჯი იყო თუ მოლაპარაკე არ ქონდა მნიშვნელობა თავარია გასაღები გაიღო და ზარი დაერეკა კვირაობით ეს უთლება წინამძღვრად რა ცოტა ესეთი წარმართული წესი ქონდა თო თევზი მეც ვთხოვეს რომ წავიდე ეს ოჯახის თევზის პატრონები რო გადასახდნენ რომ გიორგიოს თევზი როგორ მოკვდებაო არ შეჭამოთო ჩემი თხოვნა არის რომ არც გადააგდოთ გაახვიეთო რამე ნაჭერშიო სუდარაშიო და ორმოში დამარხეთ რა თქმა უნდა სიტყვა მივეცი კი მეთქი ესე შევასრულებთ მეთქი და ეხლა აქ უკვე მონასტერია დაარსებული წინამძღვარი ყავს მონასტერს და რა თქმა უნდა წინამძღვრის კუთხევით როგორც წინამძღვარი გვეტყვის ისე მიყვებით ჩვენს
ძველი ტრადიციები ცოტა მე მგონი დაირღვევა, იმიტომ რომ არასწორი იყო, არაეკლესიური ტრადიცია იყო. ბერძნული მოსახლეობა აღარ არის, კი, 10 მოსახლეობა, 400 ოჯახი იყო, 400-დან 10 დარჩა. და 10-ს მარტო ხელა მოხუცები, რომელიც დღე-დღეზე წამსვლელები არიან, მიდიან ყველა. და ისინი აქ კითხულობენ აქაურ მდგომარეობას? კი, არა მარტო კითხულობენ, გვივლიან ექიდან, საჩუქრებს გვიგზავნიან, თევზებს საჩუქრებს უგზავნიან. და ყოველ დარეკვაზე ვასკა როგორ არის, ვასილისა როგორ არის რა. და ვინ უვლის და პირველი ეს იყო რომ ხო არიან ცოცხლები რა. მთელი კვიპრი და საბერძნეთი უკვე იცნობს, რა ვიღაცა გიორგი არის, ყარაული მომლელი რომ უვლის რა და ყველა ბედნიერია, ეს არამედ ცოცხალია, ეს თევზები. ესე გონიათ რომ თვითონაც ცოცხლები იქნებიან, რა ესეთი რწმენა აქვს. ოღონდ თევზები იყვნენ ცოცხლები და არაფერი აღარ შეეხებათ რა ბერძნებს, ამ სოფლის მოსახლეობას. და ამ წვენი ცხოვრობენ უკვე დიდი ხანი 2 საუკუნეა. წყალი მიაქვს? კი, აუცილებლად პირველი ბაგაჟი წყალი არის, ეს საბერძნეთში ისე ვერავინ ვერ მიდის და არც მიდის და არც გაუშვებენ ესე, იმიტომ რომ ეკავენ იქიდან რომ წამეხო წყალი წამომიღე. 10 ლიტრა, 20 ლიტრა წყალი პირველი ის მივავთ. და ია? კი. ნუ ვარ. მოდი. მარტო რო ვარ ხოლმე ერთხელ გახეს ჩავყო დაუძახები მოდი. შუქი და ის თევზია, ხო იქა თვალებია. მალე ქვირით გადება. დიახ. აქვე ყრის. არა, გადის დაბალ წყალში, პატარა წყალში დებს ქვირის და შემოდის ისე და ეხლა ვაპირებთ რომ ჩავკეტო და მოვამრავლოთ ისე თევზები როგორც ადრე იყო 30-40 აქ. წყლებში იზრდნენ სულ აქ არა და ბავშვები რო ბანაობდნენ, სოფლის ბავშვები, მოდიოდნენ ფეხებზე ეფერებოდნენ და სულ ერთად ბანაობდნენ, არც ეშინოდათ. მერე გაანადგურეს, ესე ბევრმა მოკლეს, წაიყვანეს. ერთი ნასვამის ომეხი მოვიდა ბადეისოლა, ხსეთკა. დაეჭირა 2 წელი წაიყვანა, სტუმრები მყავსო სახში. ერთხელ იარაღი დაადეს კიდე იარაღი ძალით წაიყვანეს დიდი თევზი. და ესეთი ბევრი ის იყო შემთხვევა და ძალიან ესეთი უკამათი იყო თევზების გამო რა. ბავშვები ამ წყალში ვანაობდნენ? კი, აქ ვანაობდნენ. ან გაყიდვის. მოусმინე. აი, ქვაზე ჯდება. ქვაზე ჯდება პიროვნება ადამიანი. ხშირად უფრო მძიმე ავადმყოფები მოდიან ღვიძლის და თავის კიბის მინინგიტის ავადმყოფები. აი, ამ ქვაზე ჯდებიან და ელოდებიან თევზს. ზოგჯერ 5 წუთში, ზოგჯერ 9-2 საათში, არ ვიცი, ერთი პერიოდი იყო 2-3 საათი გოგონა დარჩა საღამოს აქ. გამო. ესე იგი დაждდა იქ დაელოდა, ეს გამოვიდა. წვეს აკეთებს, მიდის. წვეს ზედაპირზე ამოიწევა, როიოლად მიწვდება და გაფერებინებს რა. ის 3 საათი ეფერა ვერ მოვაშორე რა თევზს გოგონა ტირო და ხელი გამიშვია, არ მოშორდება. რაღაც მყოფი იყო. არაფერი, უბრალოდ მორწმუნე გოგონა იყო, მრევლი ქუთაისელი, დიახ. ესე გაძღა, ნუ მოფერებით რო იწვია, რა. ლამაზი სანახაობა რა, იქ რო ადამიანი ელოდება და გამოდის რა. და მე იმის გამო რომ ძალიან ძიმი ავადმყოფი მოიყვანეს ბევრი და თევზი არ მივიდა. და მე ჩვენ დაუშვით რომ მე რო აქ მოვაფერებინო, რო გული არ დამეწყვიტა რა ადამიანისთვის. თუ ყველასთან არ მიდის. თვითონ წვიდა, გამოვიდეს თუ არ გამოვიდეს. კაი. შეეხე თევზს? კი. როგორ შეეხე, აბა? ერთხელ ხელი მოუშვი დაველნა და მეორედ ესე თითი მოუჭირე გაძი და კუდი გამარტყა მე. კაი. ლაშა შენა მამა? შევეხი. როგორ შეეხე? თვითონ გამკრა ფეხი, ისა კუდი. ის ხელი ჩაყავი? ხელი ჩავყავეს ყავს და თვითონ გამკრა კუდი. ო. ორთავეთში. სასწაული იყო რა. კალმახიდან მათ ჩერდებოდეს, მაგ დორე წყალში, კაროჩე გონია 20-30 მეტრაზე ხდება თუ მეტი არა კიდე. ხო, ჩანჩქერს აუზია ხელა ის არის ხო? და ჩერდება. მართლა სასწაულია რა. რომ მივახლოვდით ძალიან ცუდად ვიყავი ამ პერიოდში, ძმება მამიწია თუ რა იყო არ ვიცი და პირდაპირ სამლოცველოში შევედი. გამოვედი იქედან და თითქმის ხალხი აღარავინ არ იყო, უკვე პარაკლისი იყო. მამათა მონასტერიც გვერდზე არის და იქ ტარდებოდა და იქ იყო შესული და ამ დროს მარტო აღმოჩნდი. დავდექი იმ თევზების სანახავად მივედი, მეც დამაინტერესდა და დავიწყე ლოცვა. შევიხედე ქვემოთ და საკურთხეველის ქვეშ არის წყალი, ამ წყალში არის ეს თევზები და ლოცვის დიდი ხნის შემდეგ, ალბათ არ ვიცი, უფალმა ისმინა ეს ლოცვა თუ რა იყო, გამოვიდა ერთი მამა თევზი, ასე აღნიშნეს იქ. თითქოს შემომხედა და შებრუნდა და გაჩერდა, ზურგით გაჩერდა და მოვეფერე ამ დროს.
უწმინდესის კურთხევით გაიხსნა ტაძარი. ტაძარი მამა დოროთე წინამძღვარმა აღადგინა ძველი ამ თევზების მომვლელის სახლი. ძველი ეს არის საუკუნესისთვის რა ისა. სადაც ცხოვრობდნენ. შემდეგ ის სახლი აქციეს ბოსელად, ძროხის სადგომად და თვითონ ახალ სახლში გადმოსახლდნენ რა ეს თევზების მომვლელები. დღესდღეობით მონასტერის დაარსების გამო მამა დოროთემ ააგო ახალი ტაძარი, რომელსაც დაარქვეს შობის ტაძარი. როგორც იესო ქრისტე იშვა ბოსლეთლებ ხო კი ძველი ძროხის სადგომი იყო, ბოსელი იყო და აღადგინეს და ძალიან დიდი სამუშაოები ჩატარდა საძმო, ძალიან დიდი ერთი თვის განმავლობაში დღე და ღამე მუშაობა მიდიოდა ამისთვის მოესწრო ტაძარი. და მადლობა ხოს მოესწრო და არაჩვეულებრივი ულამაზესი ტაძარია რა, არ მგონიესი ტაძარი ერთი არის ფოკაში, დედათა მონასტერში აი ეგეთი ტაძარია და ფოკის მსგავსი ტაძარი არის როგორც იქ არის. იქ მიწურშია უფრო აქ ცოტა მეტი ზემოთ არის, მაგრამ იგივე ის არის. და ცენტრალური ეკლესია წიალოცები აღესრულა მონასტრის წევრებისთვის. ნინონზია ბადრიზურაბი ტინატინი დავითინი ნონონა ნანათია თამარი ალექსი მიხეილი ზაირა ნაირა ვენერა მათუნანელი თამუნა მეგი მარინე იამზეკა შორენა მარინენა ზიმაია კეთევანინა მარიამი ნინო ნათია ნინო მარინე ნათანა ნაკეთინო შორენა ნინო ლიანა ბელა ნინო ლალი ზოია ტინატინი მანანა კეთევანი ლალინა ნაკადერინე ლია ირმა გარეჯანინა ნამზია ლეილა მაია ტინატინი მანანა ნინო ნანა ეთერი მარინა მზია მარინე კეთევანი ნანა ირმა ნანული მარინე გვანცა მაია ირმა ვერა ხატუნა მაია მანანა ტალი მადონა ნატალია ნანა მედია ნინო ნათია ფოტინე თამარი უძლურებაში მყოფი მაია ღმერთმა დაგლოცოთ ღმერთმა გაგაძლიეროთ ნამდვილად წმინდა ადგილზე ვიმყოფებით რომელიც აქამდე უპატრონოთ იყო მიტოვებული მიგდებული გეუყურებთ ამ ხალხზე გამოვიარ და უყურებთ რა ჯულის ხალხია მით უმეტეს განსაკუთრებით ამ სოფელში გაბატონებული, მაგრამ ფისკალობით აგერ სულ რაღაც ორი თვეა, ბერებიც არიან, უწმინდეს და უნეტარესის ლოცვა-კურთხევით, დაფუძნებულია მამათა მონასტერი, დედათა მონასტერი და ალბათ ამ ხარეს მიხედვა უნდა მთავრობის მხრიდანაც თუ იქ არის მოხალისეობა, ორი ოჯახია ჩამოსული ქართველების, რომელიც დაფუძნდნენ აქ და წეგანაც საუბრობა ეს ადამიანი მოგვიწოდებს სულ ყველას რომ შევძლოთ აქ ჩამოვიდეთ რამე თუ იმ ქართულმა სულმა რაც საუკუნეების განმავლობაში აქ ტრიალებდა ისე ვიტრიალოს. იყო აქ ცოტა პოლიტიკური დაძაბულობა იყო ამ სოფლის წაშლა იყო გეგმაში ყველაზე დიდი სათიბი საძოვარი მიწები ამ სოფელს აქვს ამ რაიონში. ეს ხო ეხლა როგორ იცით ამ სოფლის ირგვლივ არის 5 სომხური სოფელი რა ირგვლივ გარშემო და შუაში არის ეს ოლიანკა სოფელი რომელიც ყველაზე დიდი შემოსავლიანი სოფელია და მიწევი ტერიტორიით ყველაზე დიდი არის და იყო გეგმაში რომ ქართლსფეხი ქართული არ შემოსახლებული იყო სახლები დაანგრეული იყო წაშლილი იყო მასალაც უნდა გაყიდული იყო და მიწევი გაყოფილიყო რა 4-5 სოფელზე რა გაენაწილებინათ და მე ჩამოვედი ჩემთვის რაღაც ჩემი სურვილით რომ თევზი მიყვარს ცხოველი მიყვარს და დავთანხმდი მოვლად და საცხოვრებლად აქ არ მეგონა თუ ესეთ პოლიტიკურ რაღაც ეპიცენტრში მოვყვებოდი რა და ამიტომ ამ წმინდა ადგილებს თუ ვაგვირდებით კიდევაც ყველა სოფელში თუნდაც მიტოვებულ სოფელში მაინც ტაძარი დგას სულ აბსოლუტურად რომელიც სამწუხაროდ დაკეტილია და თუ არა ძალისხმევა და ალბათ თითი ხვეწნა მუტარა ამ გასახებსაც კი არა გვაძლევენ ქართული მართლმადიდებელი შევიდეს და მოილოცოს და სოფლის მოსახლეობისთვის არის ცენტრალური ეკლესია სოფლის სამი მღვდელმთავრის სახელობის იოანე ოქროპირის ბასილი დიდის და გრიგოლი ღვთისმეტყველის სახელობის ეკლესია არის სადაც დღეს შაბათს იქნება ლოცვა ხვალდილი წირვა იქნება კი ეხლა ხო რა თქმა უნდა მღვდელმონაზონი არის ბერმონაზონი მამაილე და ალბათ ის ჩაატარეს დროები სანამ ოფიციალურად მღვდელსგან წარმოგზავნიან რა აქ საპატრიარქოდან და მღვდელი იქნება ტაძრის შესახებ ვიცით საუკუნე და რა ტაძარი არის აგებული ცენტრალურად 1858-ში 56-ში აი ეს როგორც ამობენ ახლა ორი ის არის აქ
ესე იგი ზოგი ამბობს, რომ ძველი ქართული ტაძარია და ბერძნების აღდგენილი, სარიტასო სამუშების გამო. და ამჟამად არის სუფთა ბერძნული ტაძარის მოხატულობა, ეს ხატები ყველანაირად რო შეხვდათ იგრძნობა, რომ ბერძნული ტაძარია. ფრესკები ყველანი არის ბერძნულიმად არის და არის აბა ზოგი ამბობს, რომ ქართული ძველი ნაშთი იყო და მე ბერძნებმა აღადგინეს, ზოგი ამბობს, სუფთა ბერძნული არის, ჩვენ თვითონ ავაგეთო ბერძნებმა რო ჩამოსახცენ. ეს ზუსტი ინფორმაცია ამდენად არ მაქვს, არ ვიცი. ნამდვილად მიხედვა უნდა აქაურობას, აგერ ყველა მნახეთ რა გაჭირებაშია ეს მხარე, მესულიერებით ვიძახი, ამიტომ ყველას მოგიწოდებ და ყველას გთხოვთ, რომ თქვენს ლოცვებში ეს მხარე და ის ხალხი, ვინც აქ მოღვაწეობს, მოიხსენიოთ ყოველთვის, რომ იქნებ ღვთისწყალობით გაძლიერდეს. არიან ქართველები აქ ბევრი, წეგან ერთ-ერთი მამა მესაუბრებოდა, აჭარლები, მაგრამ ნაკლებად აქვს სურვილი მათ იმისა, რომ მოინათლონ და გახდნენ მართლმადიდებლები. უკვე ბევრი ვარ ძალიან და ესე რომ ყველანი მზად არის, რომ თავის საქმისთვის, ეკლესიისთვის და საზღუნებისთვის ბოლომდე იბრძოლონ და ეს იცის უკვე ყველამ და ვეღარ ბედავდნენ. როცა მარტო ვიყავი, მიბედავდნენ და ცოტა მავიწროვდნენ. ეხლა უკვე აღარა. მაშინ ცდილობდნენ რა. ეხლა დამთავრდა ყველაფერი, სოფელი ისევ ქართულია, ქართული სოფელია, ქართული სახელით ალბათ დაბრუნდება ძველი სახელით. ოლიანკა ეს ბერძნული შერქმეული სახელია, ეხლაც არის თურქეთში. სოფელი ოლიანკა, საიდანაც გადმოსახდნენ ეს ბერძნები. ოლიანეკ ესე ითარგმნება დაუმარცხებელი რა, ყველაზე გამარჯვებული, ესეთი სახელწოდება გამსოფლებს ბერძნული რა. არ არის ცუდი სახელი სოფლისთვის, მაგრამ მაინც ბერძნულია. ძველი ქართული ჯობია მაჩვითა. მაჩვითა ალბათ ერთ-ერთი როგორც ისა მაჩვი რუსულად კიდე სხვანაირად წეს. მაჩვი აქ მაჩვია, ალბათ მაჩვის მთა რა, რაც ეგეთი რა, მაჩვთან დაკავშირებული, რა მაჩვითა ალბათ მაჩვთან არის დაკავშირებული. რაც მეტი მოვალთ, რაც ხალხმა დაიწყო სიარულიო, ეხლა შეწყვეტოს ჩვენზე ზეწოლები, თორე საშინელ ზეწოლის ქვეშ იყვნენ ეს ჩვენი ბერები, მამები აქ გრიგონელების მხრიდან, მაგრამ რამდენი მეტი ავტობუსი მოდის, რამდენი მეტი ხალხი მოდის, მიხვდნენ რომ ალბათ არ აქვს ღვთისწყალობით, ამ ლოცვით, ამ მადლით შეძლეს რომ შეეკნოთ ის გრიგორიანელებს, რომ ეს ჩვენი მიწა, ჩვენი ტაძარია და ჩვენ უნდა მოვლიდეთ, ჩვენ უნდა ვილოცოთ ჩვენს მიწაზე და ჩვენს ტაძრებში. ამიტომ ცოტა განელდნენ ახლა და აგერ წეგან თვითონაც კი იყვნენ შემოსულები დიდი მოწიწებით, გთხოვეს იქნება როგორ მიშევიდეთ. საზმოიზდება კი ძალიან ბევრი და სურველია ძალიან ბევრი, მაგრამ ძალიან ბევრი იმასაც ამბობს, ძალიან სიმკაცრეა და დაცული და ღამის ტიპის ლოცვები არის რა. ყოველდღე წირო არის. ყოველდღე წირო არის 2 საათზე დგები, 3:30-ზე იწყება ლოცვა, დილამდე საათს. ყოველდღიურად. და ესეთი საინტერესო ის არის დილით კიდე 2-3 საათი აქვს მე დასვენების უფლება, შემდეგ 9 საათზე დილით ლექცია არის. ლექციას ვეძახეთ, რომ ვზივარ და განვიხილავ და საათისმეტყველო წიგნები გვაქვს და რაღაც 1-2 თავი სახარებიდან ამიდან მამაო განვიხილავს ხოლმე და ყველა ერთად განხილვა მიდის 1 საათით ესე საუბარი რა როგორ არის რა. ბევრს ეხლა ვკითხულობს, მაგრამ არ გვესმის და შინაარსი რა რას ნიშნავს და ესეთი ყველაზე საინტერესო აქ უფრო ლექციაზე არის ხოლმე მოთხოვნილება. თბილისის ნავთლუღის ავტოსადგურიდან ნავთლუღის ავტოსადგური თბილისში ყოველდღიურად გამოდის ავტობუსი თბილისი წალკა გუმბათი ესეთი წარწერა. ბოლო გაჩერება არის ოლიანკა, ჩვენი სოფელი კალმახები, აქ არის ბოლო გაჩერება. ხო, კალმახებითაც მე ლამი კალმახიძე დამარქვის რა. გიორგი რო იწედენ რა, ჩემ ტელეფონს კალმახიძე რა და ბოლო გაჩერება არის მომთაძი. და თუ კი არის გზავრი ოლიანკამდე მაშინ მოდის აქამდე. თუ არავინ არ არის, აქ ყველა ეხლა აღარ წვალობს რა. და როცა ეწვით რომ მივიდივარ ოლიანკაში, კალმახებთან მივიდივარ, ბოლო გაჩერება არის პირდაპირ აქ მოყავს. ყოველდღე გამოდის 9 საათზე დილით. და 2 საათზე აქ არის 3 წუთებზე. აქედან მეორე დილით გადის 7 საათზე. დილით. ღამე აქ ჩება მძღოლ და დილით მიდის რა. ყოველ დილით აქედანაც გადის რა. ღამის დარჩენის პრობლემა არ არის. არანაირი პრობლემა არ არის რა. არანაირი, როგორც თუმარი ჩამოვიდეს. როგორც თუმრები მოვიდნენ და პრობლემა არანაირი არ არის. და
ეს მინდა რომ გაიგოს ჩვენმა ხალხმა და ჩვენმა ერმა რომ იქ არ არის ესეთი სასწაული რომ მაინდა-მაინც თევზების ანახავად წავიდეთ, უნდა წავიდეთ მონასტრის მოსალოცად, ლოცვით და ლოცვა შეგვეწევა ჩვენ ქართველ ერს და ღმერთმა დაგვილოცოს და ღმერთმა ინებოს ჩვენი ეს უღირსი ლოცვა და შეისმინოს და მთლიანად საქართველო გადაგვირჩინოს და დაგვილოცოს ჩვენი ქართული ერი. ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა გაგაძლიეროთ, ეხლა მე გაცხებთ მირონს, რომელიც კიევო-პეჩორის ლავრაში 250 წმინდანის თავის ქალებიდან გადმოდის. შემცა იყოს ის დიდი წმინდანები და რომელსაც, აი კიდევ ქართულ მადლს ვიწყი, რომელსაც პატრონობს ქართველი. დღეს უკვე ბერად აღკვეცილი და წარმოიდგინოთ 50 მილიონიან უკრაინაში ქართველი ადამიანი პატრონობს ამხელა სიწმინდეებს და თვით პატრიარქსაც რომ უნდა უკრაინისას სიწმინდე წამოიღოს, მას ურეკავს და სთხოვს რომ იქნებ როგორმე მომაწოდოთ. ამხელა მადლი აქვს ამ ჩვენს ქართველს გამოირჩია უფალმა და მისი წყალობით მოხდა ეს წმინდა მირონი ჩვენთან. ვინიცის რა საიდუმლო მადლით არის გაჯერებული ეს ძველი ქართული სოფლის მიწა-წყალი. როგორი თავდადებისა და მოწამეობის სისხლით არის გაჯერებული ქართული მიწისის ფესვები, რომელზედაც უწყვეტად მოედინება ეს მაკურთხებელი წყარო. დიდხარ შენ უფალო და საკვირველ არიან საქმენი შენი. ასე რუდუნებით რომ გემსახურება და გადიდებს ყოველი ქმნილება დედამიწის ზურგზე. მაშ მიიღე ჩვენი გულების ღაღადისიც. დიდება შენ და უფალო, დიდება შენ და